ჯორჯიან ამერიკანელოის წარმოგიდგენთ გადაცემას ქუჩის აკადემია. მოგესალმებით. თავდაპირველად მინდა მაინც მოკლედ წარგიდგინოთ თავი და გაგაცნოთ ის თემა, რომლის შესახებაც დღეს ჩვენ გვექნება საუბარი. მე გახლავართ მანანა ბაიჭაძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გერმანისტი. მაგრამ ჩემი მოღვაწეობის სფერო, თუ შეიძლება ასე ითქვას, მოიცავს და შემოიფარგლება არა მხოლოდ გერმანული ენათმეცნიერებითა და ლიტერატურათმცოდნეობით, არამედ აგრეთვე ევროპული ლიტერატურით, ზოგადად კულტურით, ხელოვნებით. 6 წლის მანძილზე შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში მე მიმყავს სპეცკურსი ლიტერატურული ტექსტის ადაპტაცია დრამატულ თეატრსა და კინოში. წელს უკვე ასეთი სპეცკურსის ანალოგი შეიქმნა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაშიც და იქ ვკითხულობ ლიტერატურული ტექსტის ადაპტაციას ოპერაში. რამ განაპირობა ჩემი ინტერესი აი ამ მიმართულებით, ამ განხრით? პირველ რიგში იმან, რომ მთელი ჩემი ცხოვრება მე მაინტერესებს, მიყვარს და დაკავებული ვარ ზოგადად არა მხოლოდ როგორც უკვე აღნიშნა გერმანული და გერმანულენოვანი ლიტერატურის კვლევით, არამედ აგრეთვე ზოგადად დასავლეთ ევროპული კულტურით, მისი ლიტერატურით პირველ რიგში და ხელოვნებით. ამდენად ეს სპეცკურსი, რომლის ერთ-ერთ მონაკვეთს სწორედ დღეს წავიკითხავ მოხსენების სახით თუ ესეთი საუბრის სახით, თქვენს წინაშე ეს სპეცკურსი წარმოადგენს სწორედ აი ამ ასეთ ნაერთს ჩემი ინტერესების სფეროსი, რომელიც როგორც გავარკვიე ჯერჯერობით ერთადერთია საქართველოში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამგვარი ანალოგიები მას მსოფლიოში არ აქვს. საქმე ის გახლავთ, რომ 60-იანი და 70-იანი წლებიდან მთელ რიგ გერმანულ უნივერსიტეტებში, პირველ რიგში კი გეტინგენისა და თյուბინგენის უნივერსიტეტებში შეიქმნა ცალკე მიმართულება, ანუ დაიწყო დიდი ძალის ხმევა აი ამ მიმართულების შესაქმნელად, რომელსაც ეწოდება დღესდღეობით უკვე კინოფილოლოგია. და კინოფილოლოგიის ანალოგიის სახით ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ აი ამ დაგვარი, ესე იგი კვლევა შეიძლება წარიმართოს აგრეთვე დრამატული თეატრის ნიმუშებზეც, მასალაზეც და ასევე რა თქმა უნდა საოპერო ნაწარმოებებზე. აქ იგულისხმება არა მხოლოდ არა პირველ რიგში საოპერო სანოტო პარტიტურა, არამედ ოპერების ლიბრეტოები, რა თქმა უნდა. ანუ ტექსტოლოგიური კვლევა არის და ამიტომაც ქვია კინოფილოლოგია, შეიძლება დავარქვათ კიდევ თეატრის ფილოლოგია და აი ოპერის ფილოლოგიაც შეიძლება პირობითად ვუწოდოთ ამ კვლევებს. დღეს ვსაუბრობთ თემაზე, რომელიც ეხება ყველა თვალსაზრისით სიტყვა უკვდავი აქ უნდა ვიმხმაროთ და შეუდარებელი და ლეგენდარული მრავალგზის. ეს ეხება მოცარტს, ეხება სალიერის, ეხება არაჩვეულებრივ ბრიტანელ დრამატურგს პიტერ შეფერს და ეხება გენიალურ რეჟისორს მილოშ ფორმანს. საუბარი გვაქვს რა თქმა უნდა მილოშ ფორმანის და პიტერ შეფერის ცნობილ კინოვერსიაზე ამადეუსი. 1979 წელს პირველად ლონდონში დაიდგა სამეფო თეატრში დაიდგა პიტერ შეფერის ეს პიესა, რომელიც აი სწორედ 16-17-18 წლებში იწერებოდა.
სხვათა შორის ძალიან საინტერესოა თვითონ პიტერ შეფერის აზრი ამ და მისი საუბრის მოსმენა ამ ნაწარმოების შესახებ მის თანამშრომლობაზე მილოშ ფორმანთან და საერთოდ აი მის ზოგად მიმართულებაზე, ანუ რატომ დაინტერესდა როგორ მუშაობდა იქ რაღაც რამდენიმე ტექნიკური პასაჟიც არის და მსურველებს შეგიძლიათ ეს მისი ინტერვიუები მოისმინოთ, ინტერვიუები ჩაწერილია 92-93 წლებში და ეს ყველაფერი მასალა, ვინც რა თქმა უნდა ინგლისური იცის, მისთვის ხელმისაწვდომი იქნება YouTube-ზე. ეს მასალები არც თუ ისე დიდი ხნის წინ გამოქვეყნდა, მანამდე კი აი 1984 წლიდან, 84 წელს გამოვიდა მილოშ ფორმანის ეს ფილმი, 84 წლიდან მოკლედ უზარმაზარი ინტერესი არ შენელებულა არც ამ ფილმის მიმართ და არც პიესის მიმართ, რადგანაც პიესა დღესაც ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს მსოფლიოს თეატრების რეპერტუარში. ანუ ჯერ შეიქმნა პიესა და შემდეგ მილოშ ფორმანის ფილმი. მილოშ ფორმანმა ამ ფილმის სცენარის ავტორად სხვა არავინ, რა თქმა უნდა, აიყვანა ისევ პიტერ შეფერი. ისეთი ინფორმაცია, რომელიც ისედაც ყველა მიცის, მაგრამ მაინც ხას გაუსმევ მას. 1985 წელს ოსკარი მიიღო საუკეთესო სცენარისთვის პიტერ შეფერმა და რა თქმა უნდა ამადეუსაც ერგო ოსკარები. მაგრამ მე პირველ რიგში მაინტერესებს რა თქმა უნდა ტექსტი, თემის გაშლა და ის რა თქმა უნდა ისტორიული რეალიებიც რაც აქ იმალება, რაც ის ფაქტები, რომლებზეც არის აქცენტი გაკეთებული, ის ფაქტები, რომლებიც რეალობაა და ის ვთქვათ, რაც არ არის რეალობა. საერთოდ პირველ რიგში მე ვიდრე უფრო დეტალურ საუბარს დავიწყებდე, მინდა კიდევ ერთი რამე აღვნიშნო. დღეს, როდესაც მოვდიოდი აქ თქვენთან შესახვედრად ამ საუბრის წარსამართავად, კალენდარს შევხედე და ნახე, რომ დღეს 5 დეკემბერია. 1791 წლის 5 დეკემბერს გარდაიცვალა მოცარტი. რაღაც ესეთი სიმბოლური დამთხევა მოხდა, რომ სწორედ ამ დღეს, მიწევს ამ თემაზე საუბარი. 224 წელი გავიდა და ადამიანებს კვლავაც აინტერესებთ არა თუ მოცარტი, არამედ ყველაფერი ის, რაც დაკავშირებულია მის ცხოვრებასთან, მოღვაწეობასთან, იმ ეპოქასთან და საერთოდ იმ ლეგენდებთან. ლეგენდა შემთხვევით არ ვახსენე, რადგანაც ეს ფილმი, ეს პიესაც და ფილმიც გარკვეულწილად ლეგენდას ეფუძნება და თავადაც უკვე ლეგენდას წარმოადგენს. ანუ ეს არის ერთ-ერთი ვერსია იმისა, თუ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო მოცარტის ცხოვრება, მოღვაწეობა, ვენის წლებზეა ლაპარაკი აქ, ბოლო 10 წელი, რომელიც მოცარტმა 1791 წლიდან გარდაცვალებამდე 91 წლამდე გაატარა. ერთი პატარა დეტალიც კიდევ ისეთი რაღაც ქრონოლოგიური სახისა. ეს არის, მინდა ვახსენო, რამდენიმე ავტორი, მნიშვნელოვანი ავტორი, რომლებსაც ბიოგრაფიები, მოცარტის ბიოგრაფიები, პორტრეტები ან მონოგრაფიები აქვთ მასზე დაწერილი. ასეთი არის ძალიან ბევრი, მაგრამ ღირსშესანიშნავი არის ალბათ მე გამოვარჩევდი ოტო იანის 4 ტომეულს 1856 წლის გამოცემა, საიდანაც მოცარტის ესეთი ცხოვრების პროფესიონალური კვლევა დაიწყო. ართურ შურიკს გამოვარჩევდი, რუდოლფ ანგერმულერს, ბევრი არის კიდევ სხვაც, მაგრამ თანამედროვე მკვლევართა შორის, უფრო აქეთ წამოვედით, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ
ვენის კონსერვატორიის პროფესორი, მუსიკათმცოდნე Volkmar Braun-Behrensი, რომელმაც 90-იან წლებში პირველი გამოცემა იყო ამ წიგნისა და ახალი გამოცემები ეხლაც გამოდის 2010 წელს და 11 წელს გამოვიდა კიდევ სხვა გამოცემა, ეს არის Mozart in Wien, აი ეს პირველი გამოცემაა, რომელსაც აქ ხედავთ. აი Braun-Behrensი მონოგრაფია, ეს არის სამეცნიერო კვლევა და პარალელურად კიდევ მინდა აღვნიშნო ცნობილი გერმანელი მწერლისა და მხატვრის, მაგრამ პირველ რიგში მაინც მწერლის Wolfgang Hildesheimeris წიგნი მოცარტი, რომელიც მრავალ გამოცემას ითვლის. 1956 წელს გამოვიდა პირველი და მის მერე გამოდის და გამოდის დაახლოებით ყოველ 5-7 წელიწადში ერთხელ ახალი გამოცემა არის. რატომ? იმიტომ რომ რა თქმა უნდა მოთხოვნა მასზე საკმაოდ დიდი. რითია გამორჩეული Wolfgang Hildesheimeris მოცარტის პორტრეტი, მე ვიტყვი ეს არის პორტრეტი და არა ესეთი ტიპიური აკადემიური სამეცნიერო მონოგრაფია, განსხვავებით აი Volkmar Braun-Behrensის წიგნისგან. Hildesheimeri ქმნის სწორედ პორტრეტს. რა თქმა უნდა, უამრავი დოკუმენტური წყაროა და ეს პორტრეტი არის აბსოლუტურად ავთენტური, მაგრამ მწერლის ხელი ამას ყველაფერს მაინც ეტყობა. და აი ამ თავის შეფასებებში, ამ დოკუმენტურ წყაროებზე დაყრდნობით Hildesheimeri გვიხატავს მოცარტის პორტრეტს. არის ერთი ძალიან საინტერესო პასაჟი ამ წიგნში Hildesheimerთან, რომელიც ეხება გოეთესა და ეკერმანის საუბარს. მოცარტის გარდაცვალების შემდეგ, დიდი ხნის შემდეგ არის ეს უკვე ხანდაზმულია გოეთე. და ეკერმანი ეკითხება მას, რომ აი ფაუსტისთვის მუსიკა რომ დაეწერაო, ალბათო ვინ დაწერდაო, ალბათ მაიერბერიო. ან მოცარტიო, ეკერმანის შემოთავაზება იყო ეს. Hildesheimeri აკეთებს ვარაუდს, თავის ვარაუდს წერს, როგორც წერალი, რომ მოსალოდნელიაო ამბობს ის. და ეკერმანიც მოელოდაო ამას, რომ გოეთეს ეპასუხა, რომ ფაუსტის მუსიკის ავტორი მოცარტი ვერ იქნებოდაო. გოეთეს პასუხი კი არის იმდაგვარი, რომ დაახლოებით, ინტენსია სადღაც არის, თუმცა გოეთეს პასუხი არ გამორიცხავს 100%-ით მოცარტის მიერ ფაუსტის მუსიკის დაწერის შესაძლებლობას. თუმცა იქვე აკეთებს ასეთ რემარკას, რომ ჩემი ფაუსტის მუსიკაში უნდა იყოს ძალიან ბევრ ადგილას მუსიკა იქნება მძიმე, საშინელი და საზარელიც კი მოცარტს ალბათ ეს აი ასეთი პასაჟების დაწერას მე ვერ ვაკადრებდიო. ან არ ველი მისგან, რომ ის ამას გააკეთებდა. ანუ მოცარტის მუსიკას ერთი სიტყვით მარტივად რომ ვთქვათ, ეს არ უხდებაო. აქ ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ ის თუ რამდენად ვეთანხმებით ჩვენ ამ შეხედულებებს. მაგრამ თავისთავად იმ ფაქტის აღიარება, რომ ფაუსტის მუსიკა უნდა ყოფილიყო, რა თქმა უნდა, გამომდინარე მისი ფილოსოფიური სემანტიკიდან და დრამატურგიული აგებულებიდანაც უნდა იქნებოდა საკმაოდ, ან უნდა ყოფილიყო გოეთეს წარმოდგენაში ძალიან მძიმე და სერიოზული და რა თქმა უნდა გარკვეული საშინელებების სერიაც კი უნდა გამოჩენილიყო. აი ამას ეს ვერ ამოიკითხა მან, ვერ მოძებნა ვერსად
მოცარტის მუსიკაში. ახლა ჩვენ ისიც უნდა ვთქვათ, რა თქმა უნდა, რომ გეთეს, რა თქმა უნდა, არ ქონდა მოსმენილი, არ ქონდა მაშინ შესაძლებლობა მოესმინა მოცარტის ყველა ნაწარმოები. არც ჩანაწერის სახით და არც სხვაგვარად. ფრაგმენტულად კი. აი ამდაგვარი ჩანართებით უხვად არის გაჯერებული ვოლფგანგ ჰილდესჰაიმერის მოცარტის წიგნი და კიდევ ერთხელ ვიტყვი ბრაუნბერენსთან ჩვენ კონკრეტულ ზუსტ პასუხებს ვპოულობთ თითქმის ყველაფერზე, რაც კი შეიძლება გვაინტერესებდეს ამ ამბების ირგვლივ. იქაც შეიძლება რაღაცას დავეთანხმოთ, რაღაცას არა, იმიტომ რომ რაღაც გარკვეული ვარაუდები გამოთქმული აქვს მასაც. მოკლედ მივყვები ახლა ტექსტოლოგიურ ანალიზს. ფილმის და პიესის და ფილმის. პიესის და ფილმის ტექსტოლოგიური შეპირისპირებითი ანალიზის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი სემანტიკურად და დრამატურგიულად რელევანტური მსგავსება განსხვავებები. პირველი. სალიერი იძახებს მომავალ, ჯერ დაუბადებელ მაყურებელს და უცხადებს, რომ მან მოკლა მოცარტი. ამ მაყურებელს უყვება იგი მთელ სიუჟეტს და არა მღვდელს, რომელიც მოსულია მისი აღსარების ჩასაბარებლად, როგორც ეს ჩვენ ფილმში ვიცით. მარშს უკრავს თვითონ სალიერი და არა იმპერატორი. მოცარტი არ იზომავს პარიკებს პიესაში. ფილმში კი ჩვენ ვიცით, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ამ სცენას. სალიერის მამა არ კვდება იმ მიზეზით, როგორც ეს ფილმშია ნაჩვენები, აქ გროტესკული და ესეთი სატირული ელფერის მისაღებად არის ეს გამოყვანილი ასე, მას ფხა გადასცდება და ამით გათავისუფლდება უცბად სალიერი ყველა იმ შებოჭილობისგან და ვალდებულებისგან, რომ გინდა თუ არა ვაჭარი გამოსულიყო და თავის საწადელი ოცნება აუხდება. სალიერი პაქტს დებს ღმერთთან პიესაში, უпростоრად მის გამოსახულებასთან, კრუციფიქსთან, ჯვარცმულ ქრისტესთან. როდესაც წვეულებაზე აჟღერდება მოცარტის სერენადა, მოცარტი არ აგვიანებს სადირიჟოროდ პიესაში. აქ ჩანართი არის ისმის mi bemol adagio სერენადიდან ნომერ 13 სასულე საკრავებისთვის. სალიერის ყავს ცოლი, სახელად ტერეზა, მაგრამ ეს არის უტყვი პერსონაჟი, მას სალაპარაკო ტექსტი არ აქვს. პიესაში კატარინა კავალიერიც არის უხმო უსიტყვო პერსონაჟი. ის ცნობილი ფრაზა მეტისმეტად ბევრი ნოტი, too many notes, ხო? ამ სიტყვებს ამბობს გრაფი ფრანც ორსინი, როზენბერგი, მოცარტის ოპერაზე იდომენეო, ეს პიესაში ასე, და არა იმპერატორი ოპერაზე გაქცევა სერალიდან, როგორც ეს ჩვენ მერე ფილმში, როგორც ამას ფილმში ვხედავთ. პიესის მოქმედება იწყება 1823 წელს და ეხება მოცარტის ვენაში გატარებულ 10 წელიწადს 1791-დან 1791 წლამდე. პიესას აქვს მუსიკალური დანართი. პიესაში არ არის კონფლიქტი არქიეპისკოპოსთან, ფილმში კი ეს არის ერთ-ერთი საკვანძო მომენტი. მოცარტი მარშს უკრავს მხოლოდ მაშინ, როდესაც სალიერისთან მარტო რჩება პიესაში. ფილმში კი ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ყველასთან დასწრებით ხდება და ამდენად ეს არის, ვთქვათ, სალიერის დამცირების კიდევ ერთი საჯარო მომენტი, ან პირველი საჯარო მომენტი. პიესაში არ არის კატარინა კავალიერისთან სიმღერის გაკვეთილი, სალიერის და კატარინა კავალიერის გაკვეთილი. კარნავალის სცენაში ნიძლავს აგებს კონსტანცა, ლეოპოლდ მოცარტი ამ სცენაში არ მონაწილეობს, სალიერი კონსტანცას უნიშნავს პაემანს პიესაში. სალიერი ცდილობს შეაცდინოს კონსტანცა, თვითონ კი პანიკაშია. ეს მონაკვეთი ის ვარიანტი, ფილმის ვარიანტი, რომელიც 84 წელს გამოვიდა კინოეკრანებზე და რომელსაც ძირითადად
ძირითადი ვერსია ამ ასეთ ვერსიად ითვლება. აი ბოლო 15 წლის წინ გამოვიდა DVD-ზე სრული ვერსია, director's cut ქვია ამას, ანუ რეჟისორის ვერსია, სადაც არის რამდენიმე სცენით მეტი ვიდრე იმ პირვანდელ ვერსიაში, რომელიც საყოველთაოდ აღიარებულ ვერსიაში. ნუ რამდენად მართებულია ამ სცენების, მართებული იყოს ამ სცენების შეტანა, ან მისი პირიქით ამოღება პირვანდელი ვარიანტიდან, ამაზე რა თქმა უნდა კამათი შეიძლება სოციალური კუთხით თუ ვიმსჯელებთ, ანუ მოცარტის სოციალური პორტრეტის შესაქმნელად ის ამოჭრილი პასაჟები, რა თქმა უნდა, ბევრ რამეზე მეტყველებს, უფრო თვალნათლივს ხდის იმას, თუ როგორ უჭირდა მატერიალურად, ფინანსურად, მარტივად რომ ვთქვათ, მოცარტს და რა გზებს მიმართავდა იგი იქ არის ნაჩვენები კერძო გაკვეთილი ერთ მდიდარ ოჯახში, სადაც საოცრად დამამცირებელ პირობებში უწევდა მას მუშაობა და ესეც გახდა შემდეგ მისი ცოტა არ იყოს მიზეზი ერთი მხრივ მისი ავადმყოფობის, ანუ ნერვიული მოშლილობისა და მისი რა თქმა უნდა ალკოჰოლით გადაცების ერთ-ერთი კიდევ დამატებითი საბაბი. ნოტები სალიერისთან რჩება ერთი ღამით პიესაში. კონსტანცა ბრუნდება და თავს თავაზობს სალიერის, როგორც მას მოსთხოვა სანაცვლოდ ამ პარტიტურებში, მაგრამ სალიერის საოცრად უხეშად ექცევა მას, ესეც საშინელი, ანუ პრაქტიკულად ის კონსტანცას უხდის სამაგიეროს იმ საჯარო დამცირებისთვის, რაც მოცარტმა მაშინ მარშის დაკვრის დროს მიაყენა მას. მეორე დღეს, აი ამ სცენის შემდეგ, მეორე დღეს კატარინა კავალიერი სალიერის საყვარელი ხდება პიესაში. ფილმში ეს ასე არ არის, ფილმში პირიქით ხაზგასმულია ის მომენტი, რომ სალიერი, რომელიც შეყვარებული იყო კატარინა კავალიერის, სწორად ამას ამბობს თავის მონოლოგში, თავის თხრობაში, რომ თითიც არ დამიკარებია, ვერ გავბედეო, იმდენად მიყვარდა და იმდენად სათაყვანო არსება იყო ჩემთვის და როდესაც მიხვდა, რომ მოცარტსა და კატარინა კავალიერის შორის იყო რაღაც, ამით შეიცვალა მისი დამოკიდებულება ამ ქალის მიმართ. და პიესაში ეს უფრო ესე ნატურალისტურად სჩანს. სალიერი არ უგზავნის მოცარტს მოახლეს პიესაში. როდესაც ფიგაროს პარტიტურიდან საბალეტო ნომერს ამოიღებენ, მოცარტი ამბობს, ეს შეთქმულებაა, სალიერის ოინებია ეს ყველაფერი. პიესის ტექსტი არის ეს. ფილმში კი პირიქით ჩვენ ვხედავთ, რომ მოცარტი სწორედ სალიერის თხოვს შუამდგომლობას იმპერატორთან, რომ ეს ნომერი უკან დააბრუნონ, იმიტომ რომ წარმოუდგენელია ეს ნაწარმოები ამის გარეშე. პიესაში კი მოცარტი თვითონ მიდის იმპერატორთან და სთხოვს დაესწროს მას აი ამ რეპეტიციას. პიესაში არ არის ის სცენა, სადაც მოცარტი იმპერატორს უხსნის ფიგაროს დასაწყის, რათა მოიპოვოს მისი ნებართვა ოპერის დასათქმელად. ბომარშეს ფიგარო იყო აკრძალული საფრანგეთში გასაგები არა მიზეზების გამო, ანტიროიალისტური განწყობა და ასე შემდეგ. და ფილმში კი ეს სცენა საოცრად მომხიბლავი და ესეთია არტისტულადაც დამაჯერებელი და პრაქტიკულად აი ის მოცარტის განუმეორებელი სიცილი, რაც ამ ფილმში ვისაც კი ეს ფილმი ნანახი აქვს, თუნდაც ერთხელ მაინც და ვისაც ერთხელ აქვს ნანახი, იმას მრავალჯერ ექნება იმის ნახვის სურვილი დარწმუნებული ვარ. ამაში აი ეს სიცილი არის ის განუმეორებელი ალბათ პირველი
ატრიბუტს რა გაგებით ვგულისხმობ ეს როგორც ამ ფილმისთვის დამახასიათებელი განუმეორებელი რამ ასევე მოცარტის ატრიბუტია ის არის ერთ-ერთი განმსაზღვრელი მისი თვისება პიროვნული ეს უშუალო სიხალასე მისი და ამ ფიგაროს სცენაში ამ ფილმს გულისხმობ ახლა აი ეს სიცილით სხვაგვარ უფრო დიდ დატვირთვას იძენს მოცარტი გულს გადაუშლის სალიერის და ეუბნება რომ მამამისის ძულს მოცარტის აზრით ლეოპოლდ მოცარტს შურს თავისი შვილის რადგან ის მასზე ჭკვიანი გამოდგა საიდუმლო უნდა გაგანდოთ ეუბნება მოცარტი სალიერის ლეოპოლდ მოცარტი ბებერი შურიანი და ბენტერა მეზისღება ეს ფილმში არ არის ფილმში ეს ხაზი როგორ არა მამის წინაშე შიშის პანიკური შიშის კი ხო გრიდი არის შიშია რთული დამოკიდებულება ეს ხაზი ძალიან სერიოზულად არის გატარებული მაგრამ აი ეს აღიარება რაც პიტერ შეფერის ტექსტშია ფილმში არ გვაქვს და სწორედ ამ დროს როდესაც პიესაში მოცარტი სალიერის ეუბნება ამ სიტყვებს ისმის ხმა სცენის უკან ლეოპოლდ მოცარტი გარდაიცვალა მოცარტის რეაქცია მოკვდა რა მეშველება უიმისოთ როგორ ვიცხოვრო როგორ ვიღა გამიგებს პიესის ტექსტი მოცარტი გულს გადაუშლის სალიერი კი მას მოყვარული მამასავით ხელებს გადაუშლის გულში რომ ჩაიხუტოს მოცარტი მზად არის ჩაეხუტოს სალიერის მაგრამ უკანასკნელ მომენტში თავს შეიკავებს და ისმის დონ ჟუანის აკორდები ეს ფილმის გამაძლიერებელი და ფილმში მკვეთრად გამოხატული მომენტია პიესაში ფიგურირებს მოცარტის ოპერა ნახსენებიც არის იქ პასაჟში კოსი ფან ტუტე ანუ ყველა ქალი ასე იქცევა ფილმში ეს ოპერა გამოტოვებულია საერთოდ ქრონოლოგია ამ ოპერების დადგმებისა ისტორიულ ფაქტებთან შედარებით შეცვლილია თავისუფალი ვარიაცია და ამაზე კიდევ ცოტა მოგვიანებით მოგახსენებთ რატომ როგორანაირად სალიერი ამბობს პიესაში ის ჩვეულებრივს ლეგენდად აქცევდა მე კი ლეგენდებს უფერულებად აღიარებს საერთოდ ეს ყველაფერი არის სალიერის თვით აღიარება მთელი ეს ტექსტი არის სალიერის თვით აღიარება როდესაც სამეფო კარზე კამერმუსიკოსის თანამდებობა ვაკანტური გახდა გლუკის გარდაცვალების შემდეგ ამ ადგილს იმპერატორის სალიერის რჩევით მოცარტს აძლევს მაგრამ სალიერის რჩევითვე გლუკის თვიური ანაზღაურების 2000 ფლორინის ნაცვლად მოცარტს 200 ფლორინს უნიშნავენ ანუ ესეც ეყოფაო მოცარტი ავადა სიზმრებში აწუხებს თალხ წამოსაცმლიანი აჩრდილი, რომლის სახეც არ ჩანს, რადგანაც ნიღაბი უკეთია პიესაში. ამ თავის სიზმრებს მოცარტი სალიერის უამბობს. ფილმში ეს სიზმრები ჩვენ არ გვაქვს, ჩვენ პირდაპირ იქ გვეცხადება კარზე კაკუნის შედეგად, გვეცხადება ეს შავ მოსასხამიანი იანუსის, ანუ ორსახოვანი იანუსის თავის გამოსახულებიანი არსება, რომელიც მას რეკვიემს უკვეთავს. მოცარტი ბინას იცვლის პიესაში, ფილმში არა. ბინებს მოცარტი იცვლიდა. ესეც გაჭირვების გამო. ფილმში ეს პერიპეტიები არ არის ნაჩვენები. ერთ ადგილას ლოკალიზება ამ მოცარტის ბინის ეს არის მოცარტის ბინა და მორჩა. არ აქვს მნიშვნელობა ის რომელ ქუჩაზე იქნება. ის დომშტრასეზე იქნება თუ სადმე სხვაგან, ამას უკვე არ აქვს მნიშვნელობა. სალიერი აძლევს მოცარტს რჩევას, რომ ოპერაში მასონები გამოიყვანოს სცენაზე. აი ეს საუბერფლოიტეს ანუ ჯადოსნური ფლეიტის შექმნის ისტორია, აი ეს რჩევა სალიერისგან მოდის პიესაში.
ფილმში ესეთი არ არის. ეს რაღაც ისეთი თავისთავადი მომენტია. ეს ფორმანი ამას გვაწვდის როგორც მოცემულობას, ეს არის ზინგშპილი მასონებზე. მოცარტი უყვება სალიერის, რომ ცოლმა ის მიატოვა და თავისი აი ამ ხილვის ამბავს უყვება, იმ შავი კაცის სტუმრობის ამბავს, რეკვიემის შემკვეთის. მას აჩრდილი გამოეცხადა და ამჯერად ცხადში და დაელაპარაკა რეკვიემის შეუკვეთა. ეს პიესაში ასეა, ის ამას ანდობს სალიერის და ფილმში კი ამას არ ეუბნება. მხოლოდ სულ ბოლოს იმ კარნახის სცენაში, როდესაც კარზე კაკუნი ესმის, ეუბნება, აფრთხილებს, რომ ის იქნებაო და ვინო და ის იქნებაო და უთხარით, რომ მალე დავამთავრებო ამას. და ცოტა ავანსის თხოვეთო და ამ დროს ჩვენ ვიცით, რომ იქ ის კაცი ვერ მოვიდოდა, იმიტომ რომ სალიერი სწორედ მასთან იყო ამ დროს და მოვიდა შიკანედერი პრემიერის შემდეგ, საუბრფლევტის პრემიერის შემდეგ. და მოუტანა მას ჰონორარი. ჯადოსნური ფლეიტის პრემიერას ესწრებიან ვან სვიტენი, სალიერი და კავალიერი პიესაში. ფილმში კი ჩვენ ვხედავთ, რომ პრემიერაზე მხოლოდ სალიერია მისი კოლეგებიდან დამსწრემ თეატრში. ლეოპოლდ მოცარტი და ზარასტრო გაიგივებულები არიან პიესაში. სალიერის შეფასებით მოცარტი იყო ღმერთის ჯადოსნური ფლეიტა. ეს მისი სიტყვებია პიესაში. პიესაშიც და ფილმშიც ძირითად ინტრიგას ქმნის ის იდუმალებით სავსე მითქმა-მოთქმა ან ლეგენდები, რომლებიც მოცარტის გარდაცვალების ირგვლივ შეიქმნა. პირველი ლეგენდის თანახმად მოცარტი მასონებმა მოკლეს, მეორე ლეგენდის თანახმად სალიერიმ. პიესაში გვაქვს მითითება ორივე ლეგენდაზე, რაც შეეხება მასონების თემას. მოცარტი თავად იყო მასონური ლოჟის წევრი, ასევე ბარონ ვან სვიტენი. მასონების წყრომა მოცარტის მიმართ გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ მან თავის ზინგშპილში ჯადოსნური ფლეიტა სცენაზე მოქმედ გმირებად მასონები გამოიყვანა და აჩვენა მათი საიდუმლო რიტუალები. მაგრამ ყოველივე ეს მოცარტმა სალიერის რჩევით გააკეთა, ანუ სალიერი არის ამ კონფლიქტის წამქეზებელი. გარდა ამისა, სალიერი ჯადოსნური ფლეიტის პრემიერაზე პატიჟებს ბარონ ვან სვიტენს, როგორც მასონების ლოჟის წარმომადგენელს. ვან სვიტენის ანგარიშის შედეგად მასონები ყოველგვარი ფინანსური დახმარების გაწევას შეწყვეტენ მოცარტისათვის. ეს პუნქტი ფილმში არ არის შეტანილი და იგი ჩანაცვლებულია სალიერის შურის ფენომენით. გავიხსენოთ, თუნდაც მისი მონოლოგი სამაგიეროდ ღმერთმა მიმატოვა დამცინაო და ის გახადა მას არგო ყველაფერიო. სამაგიეროდ ფორმანის ფილმის სცენარში გამახვილებულია ყურადღება შავ კაცზე, რომელიც პირველად პუშკინის ტრაგედიაში მოცარტი და სალიერი არის მოხსენიებული. ჩეხმა მილოშ ფორმანმა პუშკინის შემოქმედება გაცილებით უკეთი ცოდა იცის, ვიდრე ინგლისელმა პიტერ შეფერმა და ამიტომ სწორედ მან გადაწყვიტა ამ ხაზის თანმიმდევრულად გატარება. პუშკინთან სალიერის აწუხებს ის აზრი, რომ ის შესაძლოა გენიოსი არ იყოს, რადგან მან მოწამლა მოცარტი და ამით ჩაიდინა დანაშაული. გავიხსენოთ პუშკინთან მოცარტის სიტყვები, გენიოსი და ბოროტმოქმედება ორი ურთიერთგამომრიცხავი ცნებაო. პიესის ფინალშიც სალიერიც სწორედ ამ აზრით არის შეწუხებული. ანუ Моцарти Пушкинთან ამბობს гении и злодейство две вещи несовместные. და სალიერის ფინალში აწუხებს რა, მაგრამ იქნების მართალია და მე გენიოსი არ ვარ. Но ужель он прав и не был убийцей создатель Ватикана? ეს კიდევ სხვა ლეგენდასკენ გვაგზავნის, ასე ვთქვათ, ეს მაგრამ დღეს ამის შესახებ არაფერი. ფორმანის ფილმში სალიერი თავს ყველა დროისა და ხალხის საშუალო ნიჭით მორჭმულთა რიცხვს განაკუთვნებს. Mediocrities everywhere now and to come, I absolve you all. Amen. ეს არის ბოლო სიტყვები პიესაშიც, ეს არის ბოლო სიტყვები ფილმშიც. სიტყვები, მაგრამ ფილმში ბოლოს მოცარტის სიცილი ისმის.
ასევე პუშკინის გავლენით არის ნაკარნახევი ის პასაჟიც, სადაც სალიერი მოცარტს რეკვიემის ჩაწერაში ეხმარება და მდივნობას უწევს კი ამის ფრაგმენტული მითითება აქ ჩვენ პირდაპირ გვაქვს. იქ კარნახი არ არის, მაგრამ ის მას უჩვენებს დემონსტრაციას, ილუსტრაციას უკეთებს ამისა იმ დუქანში, სადაც ხედან ის მოცარტი ჯდება კლავიკორდებთან და უკრავს ფრაგმენტებს თავისი რეკვიემიდან. ასევე პუშკინისგან არის ნასესხები შავი კაცის გამოჩენა, რომელიც მას უკეთავს რეკვიემს. თანაც ფორმანთან ამ შავ კაცს იგივე შავი საკარნავალო კოსტიუმი აცვია, რომელიც მოცარტის მამას ლეოპოლდს ეცვა კარნავალზე, როდესაც მოცარტმა მისგან მოითხოვა მისთვის სასჯელის დაწესება. ეს იქ ხუმრობით იყო ნათქვამი, მაგრამ დამსაჯეო, ხო, ანუ წავაგე თამაში და სასჯელი მომიფიქრეო. ანუ სალიერიმ იცოდა რა მოცარტის რთული დამოკიდებულება მამამისთან, ესეც გამოიყენა იარაღად თავისი მეტოქის დასამარცხებლად და საბოლოოდ გასანადგურებლად. პასუხი იმ კითხვაზე, თუ რატომ დაკრძალეს მოცარტის საძმო საფლავში, რომლის ადგილი ვერავინ დაიმახსოვრა, ძალიან საკმაოდ მარტივია. ძალიან თუ არა საკმაოდ მარტივი. საქმე ის გახლავთ, რომ მასონებმა ამჯობინეს თანხა მოცარტის ქვრივისთვის გადაეცათ, ვიდრე იგი პომპეზურ დაკრძალვაში გადაეხადათ. ხოლო საძმო საფლავი კი იმიტომ შეირჩა, რადგან არსებობდა იმპერატორ იოზეფ მეორის განკარგულება დაკრძალვებთან დაკავშირებით, რომელიც დათარიღებულია 1784 წლის 23 აგვისტოთი. ეს სამეფო კარის დეკრეტი წარმოადგენდა იმხანად პროგრესულ მოვლენას, რადგან იგი საღ და რაციონალისტურ აზროვნებაზე მეტყველებდა, რომელიც იმაში მდგომარეობდა, რომ ჰიგიენა ასე უფრო დაცული იქნებოდა. შთამომავლობამ შემდგომ კი არასწორი შეფასება მისცა მოცარტის ამგვარი წესით დაკრძალვას. ასეთი ტიპის დაკრძალვა კი სულაც არ ნიშნავდა ღარიბულ დაკრძალვას. ამ წესით იგრძალებოდა იმ პერიოდში თითქმის ყველა. დეკრეტის ტექსტი, გარდა სამეფო ოჯახის წევრებისა. დეკრეტის ტექსტი სრულად არის მოყვანილი ფოლკმარ ბრაუნ-ბერენსის ზემოთხსენებულ მონოგრაფიაში მოცარტი ვენაში. დასკვნის სახით შემიძლია ვთქვა პიტერ შეფერის პიესის ამადეუსი ძირითადი ინტენცია მიმართულია ანტონიო სალიერის ბრალეულობაზე მოცარტის სიკვდილში და მის თვითაღიარებაზე. პიესაში ლეოპოლდ მოცარტს ნაკლები ყურადღება ეთმობა ვიდრე ფილმში. პიესაში არ ჩანს კონფლიქტი ზალცბურგის არქიეპისკოპოსთან. პიესაში არ არის აღწერილი რეკვიემზე მოცარტისა და სალიერის ერთობლივი მუშაობის ეპიზოდი და ასევე მოცარტის დაკრძალვის სცენა. პიესაში სალიერი ურჩევს მოცარტს მასონების გამოყვანას ზინგშპილში ჯადოსნური ფლეიტა, რითაც ბარონ ვან სვიტენის წრომას იწვევს. სალიერი არ უგზავნის მოცარტს მოახლეს, მას აგენტები არ სჭირდება პიესაში. სალიერის პაქტი აქვს დადებული თავად ღმერთთან. ის სხვა ფორმატში წარმართავს თავის ბრძოლას მასთან მეტოქესთან. მილოშ ფორმანის ფილმში აქცენტები გადანაცვლებულია. თუ პიესის პირველი სიტყვა სალიერი, ფილმის პირველი სიტყვა მოცარტი. ფორმანი ფილმში ოპერირებს ორივე ლეგენდით, იმითაც, რომ სალიერი მოკლა მოცარტი და იმითაც, რომ ვინმე შავმა კაცმა შეუკვეთა რეკვიემი, რომელზეც მუშაობამ მისი სიკვდილი გამოიწვია. ლეოპოლდ მოცარტი მთელ ფილმში ლაიტმოტივურ მეტაფორულ ფიგურად გვევლინება. მასთან არის ასოცირებული მოცარტის შიშები, ავადმყოფობა და ფინანსური წარუმატებლობაც. ფილმში დამატებულია მოცარტის პოლემიკა კაიზერთან ბომარშეს აკრძალული პიესის ფიგაროს ქორწინებასთან დაკავშირებით. მილოშ ფორმანი აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ მოცარტს როგორც ხელოვანს უჭირდა ჯერ ზალცბურგის არქიეპისკოპოსის კარზე მოღვაწეობა, შემდეგ კი ვენაში იმპერატორის კარზე ჯეროვანი აღიარების მოპოვება და მაღალანაზღაურებადი სამუშაოს მიღება. ანტონიო სალიერი არაჩვეულებრივი მუსიკოსი, კომპოზიტორი, კონტრაპუნქტის დიდი ოსტატი, პედაგოგი, გენიალური პედაგოგი. მისი მოსწამოწაფეების რიცხვში იყვნენ ბეთჰოვენი, შუბერტი, თვით მოცარტის უმცროსი ვაჟიც, ფრანც ქსავერლი.
ჰუმელი, რა, ბევრი. ჩერნი. მუსიკოსებისთვის ეს სახელი და არა მხოლოდ მუსიკოსებისთვის ეს სახელები რაღაცას ნიშნავს. სალიერის ოპერით გაიხსნა 1778 წელს მილანის ლასკალას თეატრი. სალიერი იყო ვენის კონსერვატორიის პირველი რექტორი. სალიერი იყო ვენის მუსიკფერაინის ერთ-ერთი დამაარსებელი. სალიერიმ დიდხანს იცოცხლა. 1825 წელს გარდაიცვალა. 7 მაისს. 1825 წლის მაისშივე, ოღონდ 20 მაისის რიცხვის გაზეთში, ლაიფციგის მუსიკალურ გაზეთში გამოქვეყნდა წერილი, რომ ჯერ არ ქონდათ მათ ცნობა მისი გარდაცვალების შესახებ მიღებული. ესე სწრაფად ისინი მაშინ ვერ იღებდნენ ინფორმაციას. გამოქვეყნდა წერილი, სადაც ეწერა ცოტა სუბუქი ირონიით, რომ ჩვენი ხანდაზმული სალიერი კვდება და ვერ მოკვდაო. და ხა ბოლო 1 წელიწადი საავადმყოფოში იქ არ წერია, რომ საგიჟეთშია, რაღაც ნერვიული დაავადება სჭირსო და საავადმყოფოში მკურნალობსო. და განცხადება გააკეთაო მან, რომ მას მოუკლავს, რომ ის დამნაშავეა, ესეთი სიტყვებია, დამნაშავეა მოცარტის სიკვდილში. ეს არის 1825 წელი. ანუ სალიერი უკვე გარდაცვლილია 1-2 კვირის და 2 კვირის მისი გარდაცვალებიდან 2 კვირის თავზე გამოდის ეს იბეჭდება ეს წერილი. პუშკინის მოცარტი და სალიერი გამოქვეყნდა 1826 წელს. ანუ 25 წელსვე დაიწყო პუშკინმა ამ თემაზე მუშაობა. რატომ მოხდა ისე, რომ სწორედ სალიერის დაუკავშირდა მაინც და მაინც ეს ლეგენდები, ხომ? ალბათ იმიტომ, რომ ერთადერთი ისეთი მეტოქე სერიოზული იმ პერიოდში ვენაში მოღვაწეთაგან იყო სწორედ ის მეტოქე, ვინც შეიძლებოდა თქვათ მოცარტს ყოლოდა. ეს ყველაფერი დანარჩენი, რაც შემდეგ შეიქმნა, ეს არის ამ ლეგენდების დამუშავების ისტორია, შეიძლება დავარქვათ მას ვარიაციები თემაზე. სამართლებრივი ასპექტით თუ ვიმსჯელებთ, ოდნავ სადღაც ხო უნდა დავსვათ ეს საკითხიც, ხო? პრინციპში შეიძლება ვთქვათ, რომ დანაშაულს ჩავდივართ, როცა სალიერის ვაბრალებთ ასეთ რამეს, რომლის მტკიცებულება არავის არ აქვს. მაგრამ ლეგენდა ეს თავისთავად არის ჭყალებში ვთქვათ, მიმზიდველი, მომხიბვლელი მხატვრული ნაწარმოებების შესაქმნელად. ეს ლეგენდა მუშაობს. ვერსია. ეს რაღაცა ისეთ მეტაფორულ მხარეს უფრო მეტად წინ წამოსწევს მოცარტის ფენომენის შემთხვევაშიც და ასევე სალიერის შემთხვევაშიც. მე მინდა კიდევ აღვნიშნო ასეთი რამ. ჩვენ გვაქვს ქართული თარგმანი პიტერ შეფერის ამ პიესისა. ბატონი თამას გოდერძიშვილის თარგმანი გახლავთ. 1985 თუ 6 წელს მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე დაიდგა ჩვენთან ამადეუსი. ანუ მილოშ ფორმანის ფილმის შემდეგ. ამ ფილმის შემდეგ ეს პიესა და ეს ავტორიც, რა თქმა უნდა, უფრო პოპულარული გახდა. თავისთავად ცხადია. არც თვითონ პიტერ შეფერი უარყოფს იმ ამბავს, რომ ფორმანმა უკვდავება მოუტანა მას როგორც დრამატურგს. თუმცა პიტერ შეფერს, რა თქმა უნდა, აქვს სხვა ძალიან მნიშვნელოვანი პიესები, ძალიან სერიოზული ფსიქოდრამები, მაგალითად მარტო მისი ეკუუსი რა დღის, ხო, ბრმაცხენები.
ეკრანიზებული, დადგმული მრავალგზის სერიოზულ დრამატურგთან გვაქვს საქმე. სხვაგვარად ვერც იქნებოდა, მაგრამ ჩვენ რომ სერიოზულ რეჟისორთან, ფერმწერთ რეჟისორთან გვაქვს საქმე და ბგერმწერთანაც, იმიტომ რომ მან ისე იმუშავა ამ ფილმში აი ამადეუსის საუნდტრეკი, ხო, ეგრეთ წოდებული ის მუსიკალური დანართები, რომლებიც მას აქვს ამ ფილმს Sir Neville Marineri არის დირიჟორი, ხო, ინგლისური დასი აიყვანა ამისთვის, შემსრულებლებისთვის. ეს აი შერჩევა ამ ნაწარმოებების ამ პასაჟების ეს არის რა თქმა უნდა მასალა კონსულტანტები წავდა, ცხადია პროფესიონალი მუსიკათმცოდნეები, მაგრამ ძალიან უზომოდ ბევრი რამ თუ თითქმის ყველაფერი ამ ფილმში მუსიკალური ნომრის შერჩევის ჩათვლით კეთდებოდა თვითონ მილოშ ფორმანის სახით. კიდევ ერთი შტრიხი. არის თუ არა ეს პიესა და ფილმი ბიოგრაფიული ნაწარმოები. ანუ ისტორიული ბიოგრაფიული ნაწარმოები. აი აქ ჩვენ დიდი სიფრთხილე გვმართებს. თითქოს არის, მაგრამ არ არის, არც არის. ფორმანი რა თქმა უნდა პიტერ შეფერიც მას ხომ რეალური პერსონაჟები გამოყავს, ისტორიული პერსონაჟები გამოყავს თავის პიესაში და შესაბამისად აქაც მაგრამ აი ოპერირება მათი ამ ფიგურებით, ამ პერსონაჟებით იმდაგვარად ხდება, რომ თან ვიჯერებთ თითქოს რომ აი სწორედ აი ეს არის სიმართლე, ესეთი უნდა ყოფილიყო მოცარტის ცხოვრება, როგორც ჩვენ ამას ვკითხულობთ შეფერთან, ან უყურებთ ფორმანთან ეკრანზე. მაგრამ რა თქმა უნდა შემდეგ პატარა პაუზის შემდეგ ვაცნობიერებთ იმას, რომ ეს მხატვრული ფიქციონალური ნაწარმოებია და ეს გამიზნულად არის ასე გაკეთებული. ფორმანმა გვიჩვენებს ვენას, მაგრამ გადაღებული არ არის ვენაში, ყველაფერი გადაღებულია პრაღაში, ჩეხეთში. ვითომ ის არის, მაგრამ ამ დროს არ არის ეს. მოცარტს ჩვენ არანაირ პორტრეტულ მსგავსებას ვერ ვხედავთ ტომ ჰალსის შემსრულებელს გულისხმობ მოცარტის ცნობილ პორტრეტებთან. მაგრამ რამდენიმე პორტრეტული მსგავსება ძალიან დიდი ჩვენ გვაქვს. მე შევეცდები დავაჭირო თითი სწორ ღილაკს. ერთი წამით პიტერ შეფერი, მილოშ ფორმანი, აი ტომ ჰალსი, მიურეი აბრაჰამი, ასეც აქაც არ გვაქვს ჩვენ პორტრეტული მსგავსება დიდი. აი კოლორედო არქიეპისკოპოსი, აქ კი მსგავსია ასევე იმპერატორი იოზეფ მეორე. საოცრად გავს. ანუ თან თითქოს ამ ხაზსაც ატარებს, რომ აი როგორ რეალური პიროვნებები არიან ხო. და პორტრეტული მსგავსება მოგვცა ვისი? მოგვცა იმპერატორის და არქიეპისკოპოსის, ანუ ორი ბურჯის ფორმაციული წყობის მიხედვით, ხო, სახელმწიფოებრივი და ან ისტორიული პიროვნებაც, ხო. და ორი პატრონი, ასე ვთქვათ, დამსაქმებელი პატრონი ამ გაგებით მოცარტის ერთი ზალცბურგის არქიეპისკოპოსი, რომელსაც გაექცა იმის სიმკაცრეს და იმის საშინელ დისციპლინას, ყაზარმულ დისციპლინას და შემდეგ უკვე აქ ვენის ავსტრიის იმპერატორი. ეს არის პიესაც და ფილმიც არის მხატვრული ნაწარმოები, რომელსაც საკმაოდ ბევრი ისტორიული
მომენტი აქვს ზუსტად ან მაქსიმალურად ზუსტად შენარჩუნებული, მაგრამ ეს ნაწარმოები თავისუფლად მოძრაობს აი ამ ისტორიულ მოცემულ სინამდვილეში, აი იმ რეალობაში, რაც იყო, და ამდენადაც წარმოადგენენ ისინი ორივე პიესაც და ფილმიც დამოუკიდებელ მხატვრულ ნაწარმოებებს, მხატვრულ ტილოებს, მაღალ მხატვრულ ტილოებს, რომელთა მიმართ ინტერესი და რომლებითაც აღფრთოვანება არ წყდება დღესაც და დარწმუნებული ვარ, არ შეწყდება არასდროს, იმიტომ რომ ეს უბრალოდ შეუძლებელია. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ჯორჯიან ამერიკანელოის წარმოგიდგენთ გადაცემას ქუჩის აკადემია.